დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი 2026 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მუშაობს. მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით ადგილობრივი ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაიზრდება. პრიორიტეტული მიმართულებები კი ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები იქნება. მისივე ინფორმაციით მთავარი საფინანსო დოკუმენტის მომზადების დროს მოსახლეობის ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებენ. 30 მილიონიანი ბიუჯეტი გვაქვს მიმდინარე წლის ხარჯით ნაწილზე მოვახსენებთ და 2026 წლისთვის 1 მილიონით გაზრდილი არის 31 მილიონიანი იქნება ჩვენი ბიუჯეტი, სადაც რა თქმა უნდა პრიორიტეტული ნაწილი და მიმართულება ისევ იქნება სოციალური მიმართულება, ისევ იქნება ინფრასტრუქტურა, ისევ იქნება ზრუნვა საბავშვო ბაღებზე, რომ მთლიანად ჩვენი ბიუჯეტი მორგებული იქნება ჩვენი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. მთელი წლის მანძილზე ჩვენ ყოველდღიურად ყოველკვირეულად ძალიან აქტიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან და აი მოსახლეობიდან წამოსული სწორედ სურვილები მოსახლეობის მხრიდან დაყენებული პრობლემები, ერთად შეთანხმებული გადაჭრის გზები მერე აუცილებლად აისახება ხოლმე ჩვენი ბიუჯეტის პროექტში და შემდეგ იქცევა ხოლმე უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტად და ეს რომ ასე არის, ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ თითქმის ყოველწლიურად ჩვენი სოციალური პაკეტი 2-3 პროგრამით ფართოვდება, სხვადასხვა მიმართულებებით მიდის, ცვლილებები შეგვაქვს ყოველწლიურად და თუ რამდენიმე წლის წინ ჩვენი სოციალური პაკეტი 700.000 ლარის ღირებულებას წარადგენდა, მიმდინარე წელს 1.600.000 ლარამდეა და გაისალ 2 მილიონამდე გას ვაპირებთ. ასევე არის ბაღებთან მიმართებაში ქართული ოცნება, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში 13 წლის წინ, ბაღების ბიუჯეტი შეადგენდა 430.000 ლარს, საუბარდება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე წელს 4 მილიონი ლარი არის და გაისად კიდე გეგმავთ ამ მიმართულებით ზრდას და ჩვენი დანაპირები წინასაარჩევნო რაც იყო, რომ მეტი ზრუნვა მოსახლეობაზე, მეტი ზრუნვა მის საზოგადოების ყველა ფენაზე დაწყებული სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებიდან, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი საბავშვო ბაღებია, სკოლამდელი განათლება და ზოგადად ახალგაზრდები და ბავშვები, მათი პირობების გაუმჯობესება საბავშვო ბაღებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, რაც შეიძლება მეტი ბავშვთა გასართობი მოედნები, მეტი სტადიონები, მეტი სავარჯიშო სივრცეები, მეტი მწვანე სივრცეები, იმისთვის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი დაკავდეს როგორც ახალგაზრდა, ასევე უკვე დასრული ადამიანიდან, რაც შეიძლება მეტად ხელი შეუწყოთ ამ მიმართულებით ჩვენ მოსახლეობას. ახალი რეგულაცია პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმულ სასმელსაც შეეხება. საკითხთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის